ნახეთ უფალი როგორ ამბობს, მე ვარ ნათელი ჭეშმარიტი. და ამ სიტყვებში ისიც იგულისხმება, რომ არსებობს ცრუ ნათელი. რადგან ამბობს მე ვარ ნათელი ჭეშმარიტი, ესე იგი შეიძლება რაღაც იყოს ისეთი ნათელი, რომელიც არ არის ჭეშმარიტი. და მე ამას იმიტომ ამბობ, რომ მორწმუნე ადამიანს არსად არასოდეს არ უნდა ეთაკილებოდეს, არ უნდა იყოს გაუბედავი იმის აღიარების საქმეში, რომ ის არის სწორედაც რომ ქრისტეს მიმდევარი და მისი მორწმუნე და უზნეობაზე უნდა თქვას, რომ ეს არის უზნეობა, ღირსებაზე უნდა თქვას, რომ ეს არის ღირსება. თუ არადა უფალი ამბობს, ვისაც შერწება ჩემი და ჩემი სიტყვებისა ამ მემრუშე მოდგმაში, ის შერცხვენილი იქნება ჩემი ზეციერი მამის წინაშე.